საღამო მშვიდობის ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დღეს ახალ ამბებს მე თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. დღეს მნიშვნელოვანი თემების შესახებ ნახოთ ამას. ხვალ რომ არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას და ვინ მოუგვარებთ პრობლემებს ტელეკომპანია გურჯაანის გამოკითხვის შედეგები. არც ერთ ოცნებას სააკაშვილს მოპარული საქონელი და საყოფაცხოვრებო ნივთები ფონაში კრიმინალის გახშირების გამო შველას ითხოვენ. ჩამოვედი დილაზე და აღარ დამხვდა ცხენი. ის თუ არ დაისაჯა, ეს განუკითხავება ასე წავა ბოლომდე. ავარია ვანთაში ავტოსაგზაო შემთხვევა 70 წლის ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. მივედით უკვე სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეთყობოდა. სოფელ გურჯაანში საუბნო გზის მოწესრიგებას ითხოვენ. რა პრობლემები ექმნება მოსახლეობას პაპუნაშვილის ქუჩაზე და როდის მოგვარდება საკითხი. ზაფხულში შეუძლებელია სიარული. ბავშვი რომ ბავშვი არის, გარეთ ვერ გამოდის. 25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. წარმატების 7 წელი რა სერვისებს თავაზობს ქართული კრედიტი მოსახლეობას. ჩვენი ძირითადი სეგმენტია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები. პროფესიის არჩევის ახალი გზა საპილოტო სკოლების მოსწავლეები საჯარო მოხელის პროფესიას გაეცნენ. ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლევს აირჩიოს სწორი პროფესია. ეთერშია მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ხვალ რომ არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას და ვინ მოუგვარებთ პრობლემებს ტელეკომპანია გურჯაანმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მცირე გამოკითხვა ჩაატარა. მანამდე კი საზოგადოებისთვის აირაის გამოკითხვის შედეგები გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, მართველი გუნდი 36%-ით ისევ ლიდერობს. მას მოსდევს ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები. ნინო სამიაშვილის სიუჟეტიდან შეიტყობ, ემთხვევა თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების ჩვენს მიერ მიღებული შედეგები. დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტმა აირაიმ ამ კითხვით საზოგადოებას მიმართა და ასეთი შედეგი გამოიკვეთა. მართლ გუნდს ქართულ ოცნებას 36% უჭერს მხარს, 22%-ით ნაკლები ხმა 14% მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ. ალსანიას გუნდს 10% უჭერს მხარს, ლეიბორისტებს 6%, ხოლო უფრო ნაკლები 5% ხმა აქვს ნინო ბურჯანაძის პარტიას. დემოკრატიული მოძრაობის მსგავსი რეიტინგი 5% აქვს ირმა ინაშვილის პარტიასაც. მე ახლა გურჯაანის ცენტრში ვიმყოფები და მოდით ჩვენს მარტივი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვიკითხოთ რესპონდენტების აზრი, ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდნენ მხარს. აირაის კვლევისგან განსხვავებით ჩვენი გამოკითხვა კონფიდენციალური არ იქნება და იმედია საზოგადოებისგან გულწრფელ პასუხებს მოვისმენთ. ნახოთ. გამარჯობა, ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას შემოხაზავდით? ჯერ არ ვიცი, ვერ გეტყვით. სავარაუდოდ? ალბათ ამ პარტიას არა. აბა რომელ პარტიას? ვინც რუსეთისკენ გაიწევს. ოცნებას. კაი თამადას. თამადას. თამადა ვინ არის? არის. ვინც მოგეწონება? ისე ოცნებას. არ არის. ნაციონალ. თქვენ? იოცნები. თქვენ? არავის არ მიცემდი ხმას. ცდილობთ ქართულ ოცნებას მივცემდი ხმას. სააკაშვილს. თქვენ? ასე. მამაჩე ვიხოიო. მიშას მიცემ. ყოველ შემთხვევაში ოცნებას და ნაციონალებს არა. არც ერთს ისევ არ შეწუხებული ყველასგან. ალბათ იცევ ნაციონალებს, ალბათ ისევ მაგათ ვიმჯობინებდი. თქვენ? მეც ნაციონალებს. კარგი. დოროს იმისი უფრო კარგი მახსოვს. ოცნებას ისევ. 41. ვაიმე, პირადულია, ექსაიდუმლოა. არც ერთ. რატომ? არც ერთი არ ვარ განადაივიდო. არც ერთი პარტია არ ვარ, არა. ჩემო ჯახ. არავის გენაცვალე. ჩემო ჯახ. ვინც ომს არ გააჩაღებს საიაქს. ძალიან დიდი პრობლემაა ესა, მაგრამ აი ახალგაზრდობა თუ მოვიდოდა, კარგი ჯანსაღი, ჯამრთელი შემოვხაზავდი იმას. არავის, რომელმა გაგვიკეთა კარგი. რომელმა არც იმთავრობამ, არც ამთავრობამ, არც ახალი რომოვა, არც ის არაფერს არ გაგვიკეთებს. ხო გჯერათ არა? არა გჯერათ. გურჯაანში გამოკითხული რესპონდენტების ნაწილს აღარ სჯერა, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია მათ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. რას ფიქრობთ, რომელი პოლიტიკური პარტია მოგიგوارებთ პრობლემებს? ვაიმე, რა მოაგვარებენ, ვერაფერ ვეღარ მოაგვარებენ ესენი. შაიმოსდნენ და იცხოვრონ კარგად, ჯერ იმათ ხო გაიმსე ძუძუგული, ახლა იმათ. ხო, აბა რა გითხრა? რა იყო? არაფერი არ გააკეთეს. არიან, არ გააკეთებენ და მომავლის იმედიც აღარ მაქვს უკვე დავკარგე.
აირაის ოფიციალური კვლევის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა 20%-ს არც ერთი პოლიტიკური პარტიის იმედი აღარ აქვს. 37% კითხვაზე პასუხისგაცემისგან თავს იკავებს. ქართული ოცნების იმედი 24%-ს აქვს, 10%-ს სჯერა, რომ პრობლემებს ნაციონალური მოძრაობა მოუგვარებს, ხოლო 2% სჯერათ, რომ თავისუფალი დემოკრატები, გაერთიანებული დემოკრატები, ლეიბორისტები და პატრიოტთა ალიანსი ხალხისთვის პრობლემების გადაჭრას შესძლებენ. საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტმა საზოგადოების აზრი სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც გამოიკითხა და ოფიციალურად შედეგებს ხვალ 26 მარტს გაასაჯაროვებენ. მოპარული საქონელი და საყოფაცხოვრებო ნივთები ფონაში კრიმინალის გახშირების გამოშველას ითხოვენ. ბოლო 3 თვეში უკვე 11 ცხენი დაიკარგა, მოპარულია პირუტყვი და საოჯახო ნივთები. მოსახლეობამ პოლიციას უკვე მიმართა ფონელების პრობლემები დღეს ეთერ თეთრაძე მოისმინა. გიორგი სურმანიძე ერთ-ერთია, რომელსაც ცხენი მოპარეს. როგორც იხსენებს, საქონელი 8 იანვარს საღამოს ამ ტერიტორიაზე საბალახოდ გაუშვა. დილით მისულს კი ცხენი აღარ დახვდა. სწორედ იმ ღამეს დაიკარგა სოფლიდან კიდევ 3 პირუტყვი. გიორგი სურმანიძე ამბობს, რომ დასახმარებლად იმავე დღეს აფენის პოლიციას მიმართა. ცხენი მათ 3 თვის შემდეგ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ორმუღალოში იპოვეს და დღეს დილით დაუბრუნეს. თუმცა პოლიციამ დამნაშავის ვინაობა დაზარალებულს არ გაუმხილა. აი ამ მინდორში მყავდა გაშვებული 2 წელი აქ მეზობლის არის ეს კერძო ადგილია და შემოღობილი გვაქვს. აქ ვაგდები ხოლმე ცხენსაც, როხასაც აქ ვამწყრებდი. საღამოს სამუშაოდან რომ მოვედი, შევაგდე აქა, ფეხები გავუკარი, მეთქი რომ დილით ისე ვადრე უნდა წამეყვანა სამუშაოზე. ჩამოვედი დილაზე და აღარ დამხვდა ცხენი. აი დღეს საგარეჯოს რაიონში, იორმუღალოში პოლიცია მიპოვა. სოფლიდან ბოლო 3 თვის განმავლობაში 11 ცხენის გარდა დაკარგულია 1 ძროხა და 7 ცხვარი. რამდენიმე ოჯახიდან კი საყოფაცხოვრებო ნივთები და თაფლიც მოიპარეს. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში წინა წლებისგან განსხვავებით კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარეს და ფონა დახმარებას ითხოვს. გახშირდა რა თქმა უნდა, ქურდობის ფაქტები, ცხენები დაიკარგენ, ძროხა დაიკარგა, ჩემთან ეზოში 30 ლიტრიანი ახალი კასტრული ალუმინის ამქონდა. წაიღე და ახლა ეგ დიდ თანხას არ წარმოადგენს, მაგრამ დღეს კასრული მოიპარეს, ხვალ კიდევ ბავშვს მეიპარა ვიღაცას რაღაცას და ასეა. თუ ამას თავიდან არ მიხედეს და ის ქურდი ვინცაა სოფელში, ეს თუ არ გამოვლინ და ის თუ არ დაისაჯა, ეს განუკითხავობა ასე წავა ბოლომდე. ძალიან გახშირებულია ქურდობა. ცხენებია და გარგული, 11 ცხენია და გარგული. არავის ყურადღებას არ აქვს, არ გვაქცევს საერთოდ. წინაწლების შედარებით უფრო კარგი იყო. არც ქურდობა იყო, არც მოდიში და მამაძაღლობა იყო და არც არაფერი. ახლა უკვე ვერავინ ვერაფერს ვეღარ ცნობს, არავინ არავის აღარ ცნობს. ქურდობა სახში არავინ არ შედის. მინდვრიდან იპარავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და თაფლის მოპარვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა და 2 პირი დაკავებულია. ერთი კი ძებნაშია. რაც შეეხება საქონლის დაკარგვის ფაქტებს აფენის პოლიციაში, 5 შეტყობინებაა შესული. აქედან 2 დაკმაყოფილებულია, 3-ზე კი მიმდინარეობს მოკვლევა. გაუარესებულ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე ფონის გარდა მთელ საქართველოში საუბრობენ. კრიმინოგენურ მდგომარეობაზე კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც გამოაქვეყნა. აირაის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა. 11% ფიქრობს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 25%-ის აზრით იგივე დარჩა. ავარია ვანთაში ავტოსაგზაო შემთხვევა 70 წლის ქალბატონი სიცოცხლე ემსხვერპლა მას ოპელის მარკის ავტომობილი. მაშინ დაეჯახა, როცა გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა. მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ავტომობილის მძღოლი დაკავებულია მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დარტყმის ხმა კი გავიგე, მაგრამ მანქანა ვერ გავარჩიე. იმიტომ რომ შორს ცოტა ცუდად ვხედავდა. არც კი მეგონა ადამიანს თუ დაარტყა, მეგონა პატარა ძაღლი, ან ისე მსუბუქებ აიტაც ახაერში. რომ მივედით უკვე სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. გურჯაანში საუბნო გზის მოწესრიგებას ითხოვენ. როგორც გოჩა პაპონაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები განმარტავენ, სავალი ნაწილის შეკეთება არაერთხელ ითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. არა და ამ გზით არა მარტო აქაურები, არამედ მეზობელი სოფლის მოსახლეობას სარგებლობს. კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც სოფელში ჩივია, ნაგვის გატანა ამ თემაზე ვერაიაშვილი მუშაობდა.
მოხრეშავენ და ეს ხრეში ჩააკ წყალს ისევ საიდანაც მოხდის ხრეში. წლების განმავლობაში რამდენჯერმე მოხრეშილი გზა დღეს ასე გამოიყურება. სოფელ გურჯაანში ამბობენ, რომ სანიაღვრე არხების არარსებობის გამო ხრეში წვიმის წყალს მიჰქონდა და მდგომარეობა ისევ სავალალო რჩებოდა. არადა როგორც გოჩა პაპუნაშვილის ქუჩაზე ამბობენ, ამ გზით არა მარტო გურჯაანელები, არამედ სოფელ ჭანდრელებიც სარგებლობენ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მიდის. ეს გზა აკავშირებს მოსახლეობას კვირაცხოვლის ეკლესიამდეც. ამ გზით სარგებლობს მთელი სოფელი. ყველა სააქ ქვევით ადგილმამულები, ვენახებია თუ რაც არის და ყველა იძულებულია რომ რა ვიცი, ყველა ამ გზით ვარ შეღონებულები. თუ სანიაღვრეები არ გაკეთდა, სანიაღვრეები იმ არც ხრეშის დასხმას აკაზრი, არც იმ შავი საფრის დაგებას. ტყუილია. ეკლესია არის, ხალხი მოდის მრავალი. ხო, რა ვქნათ, რომ ესეთი ადგილასავ ცხოვრობთ ჩვენ და ესეთი ის არის. ეს არის მთავარი გზა, ვენახებშიც მიდის, იქითაც, აქაც. მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემა მხოლოდ გზის კაპიტალური შეკეთების შემდეგ მოიხსნება. აუცილებელია სანიაღვრე არხებიც, რადგან მათი ინფორმაციით არის შემთხვევები, როცა წვიმის წყალი პირდაპირ სახლებში უვარდებათ. ზაფხულში კი ფანჯრების გახსნას ვერ ახერხებენ. არც გზა გვაქვს, არც სანიაღვრე. მტვერი უბედურება, წყალი შემოგვივარდება, რომ მოვარდება კიდე ნიაღვარი. ეს ხო იცით, რომ წარმონები მოდის და ვართ ამ ზონაში. შემოგვივარდება სახლებში, წაგვიღებს, გაგვაუბედურებს. ამ გზაზე ზაფხულში შეუძლებელია სიარული. ბავშვი რომ ბავშვი არის, გარეთ ვერ გამოდის. ადამიანი გარეთ ვერ გამოდის, სახლში მტვრის ბუდე დგება, მტვრის ბუდე. ამიტომ მთელი ამდენი წლები ვთხოვობთ, რომ უბრალოდ გაგვიკეთონ გზა, ისეთი ეს წყალი რომ გავიდეს, წყლები გვივარდება სახლებში. ამ ქუჩაზე ასამდე კომლი ცხოვრობს, ისინი სხვა პრობლემაზეც საუბრობენ, როგორც ამბობენ, მათი უბანი ნაგავსაყრელად არის ქცეული, რადგან სპეციალური მანქანა არ დადის. ამის მიზეზად ისინი დაზიანებულ გზას ასახელებენ და ვარაუდობენ, რომ ბრძოლები აქ ჩამოსვლას ერიდებიან. შეგნებულად იკავებენ ის ბრძოლები თავს, რომ აქ რკინიგზაზე არ ვარ ეს გზა და ვერ გადმოდიან. ტალახია თუ რაც არის, ვერ გადმოდიან. სწორედ აი ამ გზის გამო რომ არ გვივარგა გზა, ვერ ჩამოდის ნაგვის მანქანა და ესე მოსახლეობა ჩამოდის და ყრის ნაგავს აქ. იძულებულია, რადგან არ დადის მანქანა და მას ხალხმა სად წაიღოს. ეხლა კიდე ციმა და თაგვი და მღრღნელი რო გაჩნდება, ესე იგი უბანში გაჩერება აღარ შეიძლება. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, გოჩა პაპუნაშვილის ქუჩის ნაწილი წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება, რომლის ფარგლებშიც ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის მოწყობაა დაგეგმილი. პირველ ეტაპზე გაკეთდება ცენტრალური გზიდან რკინიგზამდე 70,000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. დანარჩენი მეორე ეტაპზე უკვე შემდეგ წელს 2016 წელს. ასფალტის საფარი გაკეთდება და სანიაღვრე არხი. კი, სავარაუდოდ დაიწყება 1 მაისიდან. მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემა დროულად უნდა მოგვარდეს, რადგან წყალდიდობის შემთხვევაში ისინი სტიქიას ვერც ამ გაზაფხულზე გადაურჩებიან. 25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. წარმატების 7 წელი რა სერვისებს თავაზობს ქართული კრედიტი მოსახლეობას. ჩვენი ძირითადი სეგმენტია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები. პროფესიის არჩევის ახალი გზა საპილოტო სკოლების მოსწავლეები საჯარო მოხელის პროფესიას გაეცნენ. ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლევს აირჩიოს სწორი პროფესია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის თაოსნობით საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალიის უფლება 472 წელს მიიღო, თუმცა 1811 წელს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ქართული ეკლესია რუსეთს შეუერთეს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე კი გადაასახლეს 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადა და კათოლიკოს პატრიარქად კირილ მეორე აირჩია. საქართველოს დღევანდელი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დიდი მონდომებითა და ძალისხმევით დოკუმენტს მსოფლიო პატრიარქმა ხელი 1790 წლის 4 მარტს მოაწერა.
წარმატების 7 წელი, დაბალი საპროცენტო განაკვეთი და მომსახურების მაღალი ხარისხი. ეს არის მიზეზი, რის გამოც ქართული კრედიტი ქართველი მომხმარებლებისთვის სანდო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. კომპანიას კახეთში 4 ოფისი აქვს და მალე ფილიალების გახსნას რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც აპირებს. რა სერვისებს თავაზობს ქართული კრედიტი კლიენტებს, ეთერთეთრადი სიუჟეტიდან შეიტყობთ. დაბალი საპროცენტო განაკვეთი და მომსახურების მაღალი ხარისხი. ეს ერთ-ერთი პირობაა, რის გამოც ნანა შინდელაშვილმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტის ყვარლის ფილიალს მიმართა და ბიზნესის განსავითარებლად 3000 ლარის სესხი აიღო. როგორც ამბობს კრედიტი, განაცხადის გაკეთებიდან ზუსტად 1 დღეში დაუმტკიცდა. ვისარგებლე ქართული კრედიტის სესხით, მაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გაკეთდა 1 დღეში. ავიღე 3000 ლარი, გვაქვს ბიზნესი და ბიზნესისთვის სჭირდებოდა ეს ბიზნესის განსავითარებლად. იმიტომ რომ აქვს დაბალი პროცენტი და მომსახურებაც არის საუკეთესო. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტის მიზანი მცირე და საშუალო შემოსავლების მქონე პირების ფინანსური დახმარება. კომპანია ბიზნეს და აგროსესხებს გასცემს, თანხის ოდენობა კი 200-დან 50000 ლარამდე მერყეობს. კომპანია მომხმარებელს ასევე აგრო და სამომხმარებლო განვადებასაც სთავაზობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტი ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ ბაზარზე, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. თავაზობთ ბიზნეს, აგრო და სამომხმარებლო სესხებს. ჩვენი ძირითადი სეგმენტია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები, მეწარმეები, სოფლის მეურნეობაში დაკავებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი განავითარონ თავისი საქმიანობა და ამისთვის სჭირდებათ ფინანსური რესურსები. ჩვენი მიზანია ასევე ხელი შეუწყოთ კლიენტის ბიზნესის განვითარებას, ხელშეწყობას და ეს ყოფილი მოახდინოთ ძალიან ოპერატიულად. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტი საქართველოს ბაზარზე უკვე 7 წელია ფუნქციონირებს და 12 ფილიალს აერთიანებს. კომპანიას კახეთში 4 ოფისი აქვს და 40-მდე კვალიფიციური თანამშრომელი ყავს დასაქმებული, რომლებიც მომხმარებელს ფინანსურ კონსულტაციებს უწევენ. PR მენეჯერის განმარტებით 1 თვეში ფილიალების გახსნა თელავში, ახმეტაში, საგარეჯოსა და ლაგოდეხშიც იგეგმება. ჩვენ წარმოდგენილი ვართ დღესდღეობით 12 ოფისით, მათ შორის კახეთში გვაქვს 4 ოფისი და იგეგმება კიდევ 3 ახალი ოფისის გახსნა. წარმოდგენილი ვართ წნორში, გურჯაანში, ყვარელში, ოფისი იხსნება თელავში, ახმეტაში, ლაგოდეხში. ჩვენი ოფისებში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სრული ფინანსური მომსახურება. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტი ფილიალების გახსნას საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში გეგმავს. პროფესიის არჩევის ახალი მეთოდი დღეს განათლების სამინისტროს პროორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ფარგლებში საპილოტო სკოლების მე-9 კლასელები გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ და საჯარო მოხელის პროფესიის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. პროგრამა საპილოტია და მუნიციპალიტეტის 5 სკოლაში ხორციელდება. მოსწავლეებმა 9 ასეთი გაფართოებული შეხვედრა გამართეს და სხვადასხვა პროფესიას გაეცნენ. პროექტის ფარგლებში ტარდება სადამრიგებლო საათი და ექსკურსიებიც. ბავშვებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ წარმატებულ ადამიანებს ამა თუ იმ პროფესიაში, გაეცნონ ამა თუ იმ პროფესიის მახასიათებლებს, როგორც დადებით, ისე უარყოფით და უშუალოდ გაესაუბრონ ამ ადამიანებს, მათგან მიიღონ ინფორმაცია, რა პრობლემები ახლავს თან პროფესიის არჩევას, რა პიროვნული მახასიათებლები სჭირდებათ, რომ ამა თუ იმ პროფესიაში იყვნენ წარმატებულები. საბედნიეროდ დღესდღეობით სახელმწიფო პროგრამით ჩვენ სკოლებში გვიტარდება პროფორიენტაციის გაკვეთილები, რომელიც ბავშვებისთვის ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლევს აირჩიონ სწორი პროფესია და სწორად გააგრძელონ შემდეგ უნივერსიტეტებში თუ კერძო კოლეჯებში სწავლება. ჩემი აზრით ძალიან კარგი არის ეს შეხვედრები და მოხარული ვიქნები თუ კიდევ გაგრძელდება ეს. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მეცნიერების განვითარების კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის უნივერსიტეტში არსებული კვლევითი დაწესებულებების ავტონომიურობისა და მეცნიერების სტატუსის განსაზღვრის გზები განიხილეს. ჩვენ მივიღეთ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იმ კუთხით, ვინაიდან რომ 6000 ქართულ სტუდენტს მიეცემა საშუალება, რომ პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, ასევე 2000 უცხოელ სტუდენტს აქ მოეწყობა რეზიდენტებისთვის იქნება მოწყობილი მათთვის ფართები, სამუშაო ოთახები, ისინი რეალურ დროში დააკვირდებიან, ასე ვთქვათ, ოპერაციების მიმდინარეობას და მიიღებენ ძალიან კარგ გამოცდილებას.
საქართველოს ნორვეგიის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ევროინტეგრაციის თემები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტის ოლემიგ ტომესენის შეხვედრებზე. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური თანამშრომლობის გამო, როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში. საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არალეგალური მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. მხარეებმა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობის სფეროებზე ისაუბრეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორთა თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში პრაღის პროცესის ხელშეწყობა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა და გაძლიერება. ამ პროექტის შედეგი გახლავთ ის, რომ ჩვენი დანაყოფების და სამსახურების მუშაობა დღეის მდგომარეობით არის იდენტური ანალოგიური სამსახურების მუშაობისა ევროკავშირის ქვეყნებში. ამის გარდა პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა რამოდენიმე ხელშეკრულებას, რომელთა მუშაობაც გაგრძელდება პროექტის დასრულების შემდეგაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის დირექტორი ზაზა ფანცულაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საერთაშორისო ბიუროს უფროს ტრეისი ნიუველს და გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშე დამიან ბრიგორ შეხვდა. მხარეებმა განიხილეს და დადებითად შეაფასეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განვითარების მიზნით ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები და განსაზღვრეს მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ესწრებოდნენ ამერიკის საელჩო და კერძოდ ANL-ისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები. შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს, სადაც მოხდა ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შეფასება და ასევე დაიგეგმა მომავალი პრიორიტეტები. რეგულირდება ეთიკური საკითხები ქართულ და ამერიკულ მედიაში. ამერიკული ტელეკომპანიის პრეზიდენტი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებს შეხვდა და ამერიკულ ტელევიზიებში ეთიკური მაუწყებლობის თვით რეგულირებისა და მათი დარღვევის შემთხვევაში შეცდომის გამოსწორების საშუალებებზე ესაუბრა. თავის მხრივ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ამერიკელ კოლეგებს საქართველოში ეთიკური ნორმების მონიტორინგის მექანიზმი გააცნეს და ქართული მედიის მხრიდან ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრეს. შეხვედრა საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჟურნალისტური ქარტიის მსგავსი სისტემა არ არსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა მოქმედებს შიდა რეგულირების წესები. სოციალური მედიისა თუ ელექტრონული პოსტის საშუალებით ჩვენს აუდიტორიასთან მუდმივად ვკონტაქტობ. თუ გაირკვა, რომ მაყურებლის პრეტენზია სამართლიანია, აუცილებლად ვასწორებთ შეცდომას. რა თქმა უნდა, ყურადღებას არ ვადუნებთ, რათა მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ის ეთიკური დილემები, ის პროფესიული სტანდარტები და საკითხები, რაც ჩვენ გვაწუხებს, აწუხებთ შეერთებულ შტატებშიც და ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელსაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები ბავშვად გაგვიზიარებენ. 5 წლის გოგონამ, რომელიც ქალებს მაკიაჟის კეთებას ასწავლის, ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. იტალიელმა მეთევზე მას 27 კილოგრამიანი თევზი დაიჭირა. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ბოჩკოვსკი მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. მისი დაკავების პროცესი უკრაინულმა ტელეარხებმა პირდაპირ ეთერში აჩვენეს. როგორც ცნობილია, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ფინანსურ მაქინაციებში არიან ეჭვმიტანილები. ფრანგეთის ალპებში კატასტროფის ადგილას ნაპოვი თვითმფრინავის შავი ყუთი დაზიანებულია. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა. მისივე თქმით, სამაშველო ოპერაცია ზემო პროვანსში დღეს დილიდან განახლდა და შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს. დღესვე ტრაგედიის ადგილს გერმანიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ლიდერები მოინახულებენ. Airbus-ის ტიპის სამგზავრო ლაინერმა კატასტროფა გუშინ განიცადა, რასაც ბოლო მონაცემებით 150 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა გერმანიის მოქალაქეა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, მისი ადგილი 2018 წელს შესაძლოა სხვა ადამიანმა დაიკავოს. 2018 წელს ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის მესამევა დაიწურება, თუმცა მას კიდევ ერთხელ აქვს კენჭისყრის უფლება. მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე ვლადიმერ პუტინმა ადრეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს კენჭი კიდევ ერთხელ იყაროს. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრატივიმ და უცნაურმა ბლოგმა გაავრცელა. 5 წლის გოგონამ, რომელიც ქალებს მაკიაჟის კეთებას ასწავლის, ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. დანა გომესმა იცის, როგორ გაიკეთოს მაკიაჟი და ასევე ბევრი მისგან და მასთან დაკავშირებით ხრიკი, მაგრამ ერთი უცნაურობაა. YouTube-ის ვარსკვლავი მაკიაჟისთვის ჯერ ძალიან პატარაა, სულ რაღაც 5 წლის. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს და ბევრი ადამიანის გულიც მოიგო, თუმცა მისმა მშობლებმა ბევრი კრიტიკა დაიმსახურეს. იტალიელმა მეთევზე 127 კილოგრამიანი თევზი დაიჭირა. ამბობენ, რომ ეს ამერიკული ლოქოს მუტანტ ვერსია, რომელსაც შეუძლია 136 კილოგრამამდე გაიზარდოს. სხვათა შორის 135 კილოგრამიანი ლოქო ასევე იტალიაში დაიჭირეს. მეთევზე საიდუმლოდ ინახავს იმ ადგილს, სადაც გიგანტური ლოქო დაიჭირა, თუმცა ამბობს, რომ თევზის ნაპირზე გამოყვანას 40 წუთი მოანდომა. 24 ივლისს ჯონ გრინის მორიგი რომანის მიხედვით ფილმი გამოვა. გამოშვებაში კი ასევე ნახავთ. ზაზა ფაჩულიას მილუოკი ბაქსმა მაიამი ჰიტი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ახლა კი დღის სხვა ამბები. 24 ივლისს ჯონ გრინის მორიგი რომანის მიხედვით ფილმი გამოვა, რომლის რეჟისორიც ჯეიკ შრაიერია. მთავარ როლებს კარა დელევინი და ჰალსტონ სეიგი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭსა და მის მეგობრებზე, რომლებიც დაკარგულ გოგონას ეძებენ. ზაზა ფაჩულიას მილუოკი ბაქსმა საკუთარ მოედანზე მაიამი ჰიტი დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ბედი ქართველმა კალათბურთელმა სამქულიანი მოხსნით გადაწყვიტა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით ზაზა ფაჩულია მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე საერთო ჯამში 33 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 14 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი და 5 ჩაჭრა მოაგროვა. შანხაიში ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. მასში მონაწილეობას ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილიც იღებს, რომელიც ყინულზე მოკლე პროგრამით 26 მარტს გამოვა. მანამდე კი მოკლე პროგრამით პირველ ადგილს ამერიკელები მედისონ ჩოუკი და ევან ბეტსი იკავებენ. შარშანდელი ჩემპიონები მეორე ადგილზე არიან. მსოფლიო ჩემპიონების ვინაობა 27 მარტს გახდება ცნობილი. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი გამოშვება კი ამით დასრულდა. ნახვამდის.